თელავის საჩოგბურთო კორტებზე პროფესიონალ ქალთა საერთაშორისო ტურნირი თელავის ღია პირველობა გაიხსნა. ტურნირის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა ტურნირის მთავარ მსაჯთან ერთად პრესკონფერენცია ჩაატარა. ტურნირში 19 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი მონაწილეობს, საპრიზო ფონდი კი 50,000 ლარში ადგენს. საკვალიფიკაციო ტურნირში 32 სპორტსმენია, მათგან 4 საუკეთესო ძირითად ბადეში მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი ყოველწლიურად საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ეგიდით ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება. ეს დაიწყო ტრადიციული ქალთა საერთაშორისო ტურნირი საპრიზო ფონდით 50,000 ამერიკული დოლარი. თქვენ იცით, რომ უკვე თელავში მეოთხე წელია ტარდება და მეორე წელია უკვე საპრიზო თანხას, ესე ვთქვათ, ვინ არჩუნებს საკმაოდ მაღალი დონე ჩამოვიდა. წელს ყავს ასეულის მოთამაშე უკრაინელი ჩოგბურთელი და აგრეთვე მონაწილეობს 19 ქვეყნის 64 სპორტსმენი. რა თქმა უნდა, ამ ტურნირში მონაწილეობს ყველა საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი, მე მინდა უსურვო მათ წარმატებები, იმიტომ რომ ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. Welcome to Tel Aviv Open 2000. ჩოგბურთელებს ულოცავ ტურნირის დაწყებას და ყველა სპორტსმენს წარმატებას ვუსურვებ. რეგიონში ასეთი რანგის ტურნირი უკვე მეოთხე წელია ტარდება, რაც თქვენი ქალაქისთვისაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ ჩამოსული 19 ქვეყნის წარმომადგენელი გაიცნობს ქვეყნის ტრადიციებს და კულტურას. Now we have